დილამშვიდობისა, მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. ფესტივალი, როგორც ახსენეთ, გუშინ გაიხსნა ბოდბეში და ახლა კი თბილისში გადმოვინაცვლეთ. დღეს ბერძენი შეფი და ქართველი შეფი წარუდგება მაყურებელს თავიანთი ვახშმით. დღეს გაუმასპინძლდებიან. უნდა გითხრათ, რომ ფესტივალი აერთიანებს როგორც ვახშმების სერიებს, ასევე ვორქშოპებს და სადაც თითოეულ დღეს ყოველ საღამოს მოწვეული შეფი და ქართველი შეფი გაუმასპინძლებიან სტუმრებს. ჩვენთან ერთად არის ახლა დღეს მასპინძელი შეფი, გიგი აფციური, მასტერშეფის მონაწილე, რომელიც შემოგვიერთდება და გვეტყვის დღევანდელ საღამოზე. მადლობა ჩვენთან ერთად რომ ხართ. რომ გითხრათ, დღეს რა დახვდება აქ მოსულ სტუმარს საღამოს? პირველ რიგში გამარჯობა. დღეს დავხვდებათ სამი ჩემი კერძი, სამი გრიგორისის. ერთად გავიარეთ დეტალები, შევახამეთ ქართული და ბერძნული პროდუქტები. და რა ვიცი, წესით საინტერესო გამოდის რა. თევზიც გვაქვს, ხორციც გვაქვს, ნაყინიც გვაქვს, ანუ ყველაფერი გვაქვს ისეთი, რაც ხალხს უყვარს და ვფიქრობთ, რომ ძალიან დასამახსოვრებელი ვახშამი იქნება. თავი თემა ამ ფესტივალის არის მდგრადი გასტრონომია. ამაზეც რომ თქვათ, რას მოიცავს? გასტროვიკი ზოგადად ეხა ტარდება უკვე მეოთხედ. და ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, იმიტომ რომ ყოველ წელს ახალი და სხვადასხვა სტილის შეფები ჩამოდიან, ეგრე რომ ვთქვათ, ქართველი შეფები, მათგან ბევრ რაღაცას ვსწავლობთ, იმათ ჩვენ ვასწავლეთ რაღაცებს, კაი კომუნიკაცია გვაქვს, მაგის მე მეგობრდებით ხარ, მე ჩავდივარ ხარ, ისინი ანუ მე მაგალითად მესამედ ვარ. და ყველასთან ანუ ისეთია რა. კარგ შთაბეჭდილებას ვსწავლობთ, ვცდილობთ სულ და ჩვენ სტუმრებსაც ძალიან ვხარიათ ეგ ამბავი რა. ძალიან მნიშვნელოვანია და ესე უნდა გავაგზავნოთ ყოველწლიურად, ეგრე ვფიქრობ მე. ქართულ სამზარეულოზე რას ფიქრობენ უცხოელი შეფები? რთული სამზარეულო სხვათა შორის ყველას ძალიან მოწონს. ვერ ვხვდებიან თავიდან რა ხდება ზოგადად. აი ზოგს დაჟე ისე მოწონს, რომ აი წინა წელს 7 შეფიდან 4 მაგალითად ხინკლის სტატუსით დავაბრუნეთ უკან თავიანთ ქვეყნებში. და ჩვენი რეცეპტებით მიდიან და აი ძალიან ყვაყოფილები არიან რა და ხშირად იწერებიან რომ აი ეხლა უნდა გავაკეთო ქართული ვახშამი და ხო არ გინდა დამეხმარო თქვა და კაია რა. კი ბატონო, ეხლა რომ გითხრათ, ოპერატორსაც ვთხოვ რომ გვანახოს რას ამზადებთ ახლა? მე ვამზადებ ეხლა დესერტის ბოლო შტრიხი იქნება ეს. ეს არის წულე. დეკორატიულია. იჭმევა. თუ გინდა მერეთვე. პეჩენია ეგრეთ წოდებული, კარაქის და კვერცხის ბაზარის დამზადებული რა. ეს დაიდება ბოლოს ის დესერტი მაქვს და მაგას თავზე მთლიანად დაიფარება და ამას ჩატეხავ და მერე დაიწყება უკვე დესერტის ჭამის ამბავიც. კი ბატონო, წარმატებებს გისურვებთ. მადლობა. მე გეტყვით, რომ ფესტივალი 22 ივნისამდე გაგრძელდება და როგორც უკვე გითხარით, ყოველ საღამოს შეფები გაგიმასპინძლებიან ძალიან საინტერესო და განსხვავებული კერძებით. მე კი დაგემშვიდობებით, წარმატებებს ვსურვებ ჩვენს შეფებს და წარმატებულ დღეს გისურვებთ თქვენს. ძალიან დიდი მადლობა ვუთხრათ ლიზას ამ საინტერესო ინფორმაციისთვის. იმედი მაქვს, რომ ყველა მისული სტუმარი სასიამოვნო საღამოს გაატარებს, გასტრონომიულად აიმაღლებენ თავიანთ, ესე ვთქვათ, კვალიფიკაციას. რას უდროს ავარდიეთ ასე, ზუზუ მოკლედ ვერ აგიწერ. თორე ვერ გაგასწრებ და ვერ. რა თქმა უნდა, ვინ მიმასწრებდა იქამდე.